გამარჯობა მოგესალმებით კაცები კლავ YouTube-ზეა როგორ ახართ ბიჭებო კარგად როგორ ახართ მეც კარგად მოდი ბიჭებო დაუძახოთ ერთმანეთს მე მგონი თქვენ ორ შეგიძლია რომ ბიჭებო დაუძახეთ ერთმანეთს თქვენ შეგიძლიათ ბიჭებო დაუძახოთ აკეთ უკვე კაცებო რატო იმიტომ რომ მოდი ხა მე პატარა სიურპრიზს გაგიკეთებთ სიურპრიზ ხო გიყვარს სიურპრიზები დათო სიურპრიზები არა ცუდი სიურპრიზები არ მეყვარს კარგი ბიჭო კარგი აი სიურპრიზი აი მაგრამ ის კაიც მირჩევნია რომ გაფრთხილებული ვიყო ამ წლის სექტემბრის 9-19-ში აჰა იყო ჩვენი დათოს და ირაკლის და დათოს დაბადების დღე დღეები ირაკლი გახდა 50 წლის დათო 2305 ბაობაბი ვარ თქვენთან შედარებით მამონტი ხო და გილოცავთ ბიჭები მადლობა თქვენთვისაც მალე მომელოცოს ამინ და ესე არ ჩაივლის ამისთვის ერთი წამი 2300 რო არ ეგონოს მაყურებელს 59-ით მერე ჩამისწორეთ იქ კი 50-59 რომ მე მაყურებელს ეგონებოდა მე უმეტესო 300 ვისაც შენი ჯერა გიორგი და Google-ის არა ორი ხალხი ბევრი დედამიწა ბრწყელია ჯანელა სწორია Google-ი დებილი კი ამას ხო ყავს ბრეული აი იმენს რო ატყვილებს რაღაცები ხო რაღაცები მე ამდენი ვიფიქრე რომ ამ ხალხზე მაინც მიმართვა გამეკ მაგრამ აზრი არა მაინც იმისაც დაიჭერე არა დათო იტყვება ასაკს იქნებს ეხლა რა დააკვირდე რომელს უფრო იტყვი 59-ს თუ 2050 ამას ხო და ამიტომ იქითაც იქნება მომხდები გახდები ჯიდი ალკოსგან თქვენთვის მაქვს საჩუქრები უირა კარგია შენ გაქვს თუ ჯიდი ალკოს აქვს ჩვენთან ჯიდი ალკოს უნდა რაღაცნაირად მოირგონეს ჯიდი ალკოს საჩუქრები ჩერეზმე როგორც მე ვთქვი ესენი არაფერს არ აპირებდნენ და შეუჩნდა ჯიდი ალკო ესავს ბიჭო დაბადების დღეა მაგრა გაუმართლა ჯიდი ალკოს რომ ამის დაბადების დღეა და მან არ მიითვისა თორე ეს ხო იცი როგორ იტყოდა მე გადავწყვიტე ეს საჩუქარი არის ჯეიმსონი ჯეიმსონი აღნიშნე მეგობრებთან ერთად ჯეიმსონი საუკეთესო ვისკი მეგობრული გართობის დროს. აჰა. თუ შეიძლება ახლა ამბავია თქვენ თავს ვისკი ისე კი არ არის. რომ შემოგვაწოდოთ რა სიმღერა იქნება? არა, სიმღერა არა, სიმღერის გარეშე ჩავდის. და დღეს გიორგი იცეყვებს. ჯერ არა. ო, ნახე როგორი. აჰა. ეხა საჩუქრებიც შემომაწოდე. გოგონი? ვაი, მე ნახე რა კარგად მოვიფიქრე. ვა, ეს საჩუქრები. აჰა, მოსპო. ეხა ის არის გაჩუქეს და აქვე გავხსნათ და რაღაცას მე ნუ მეტყვი. აქვე ხსნის მე ნუ მეტყვი. ანუ მიმაგსახში. ჯეიმსონმა იცის რომ ესენი იტყოდნენ რომ გაჩუქეს აქვე გახსენა რაღაცა და გასახსნელი ცალკე გამოგვიგზავნა. ხო. ხო, კარგია. ეს ხო ჩემია. კი, ეგ შენია ესეთი პრივატული. კარგი. კაი, გადავიჭერე. ეხლა ამ გადაცემას ჩემ მეგობრებთან ნახავენ ზარები ატყდება ნაშრების საღამოს. როდის მოვიდეთ? ხო, როდის მოვიდეთ? დაიცა ეს არ ჩავაქრო? აუცილებლად. ოღონდ ჯერ სურვილი უნდა ჩაიფიქრე. ხო, იცი როგორ უნდა ჩავაქროთ? აქ უნდა დადგა და შენი თონ ძალიან ბევრს უნდა ჩაიფიქრებ, რომ ჩემი სურვილებით შენი სურვილები არ წამოიღოს შენკენ. შენი სურვილებით ჩაეტიოს. ჩემსაც რა. როიცა მითხარი როცა მზად. შენი არ არის ეს. კაი მოსავალია. ეს ნახე როგორ იტყვის. არა, ეს ნახე. რას იძახის? ჩემსას რატო ხსნი? ეს შენი გონია ეგა. თავისი გონია. არა, რიჩები. არა. მაშინ გახსენე. მიდი გახსენე. მოიცა, ამის ეს ხო ესე იტყვის. ჩემი სურვილები ნოუთებში ვიწერო, მე არ დამავიწყებ. მე მზად ვარ. ინსტრუმენტი არ გაქვს ჯამ. რა ლამაზი დღე იყო, რა ნათელი მზე იყო. იმიტომ რომ იმ დღეს დათოს და ირაკლის დაბადების დღე. აი ეს დავასხათ.
ხო, ამდენის დამლევი მაინც შენ არ ახარ. აჰა. და მოიცადა ის იმისი გახდა. იქო მე შენ ადგილას არ დავთმობ. არა, მე არა და ისე გავაკეთე რომ სწორად ვიცავდი თურმე. იკოს დარჩენოდა. არა, კონდეს კიდე. ეს არ არის იმის დამლევი და დამლევი არ არის, სახში მიიტანს და გაუხარდება. ვიღაცა რო შემოვიდეს, თავში ხოჭო ხოლმე ჩაატყა. ეს არ შეიძლება. გაიქცა. შენი იყოსა თაროზე დადე? და რომ მოხვალ. და სტუმრად რომ მოვალთ დაგვისწრე. არა, ერთი თავდა წაიკითხა უკაცო აწერია. 1000 რაღაცა საინტერესო აწერია ის. აჰა, ნახე, აი აქაც ნახე, არის ტექსტი. აქ პატარა ასოებით არის არა საფოლე გააქვს, კი. ნახე უკან ბოთს ისახადე კასს მიათრევს ვიღაც კაცი. ამოტვიფრულია. აი, დიდი უსურვე რაღაცეები. სემუელ ჯემისონი მიათრევს კარს. უსურვე რაღაცეები მეგობრებს. მეტი რაღა უნდა გისურვო. მეტი რაღა უნდა გვისურვოს. ესეთი თბილი, ჯერ არავის არაფერი არ გქონდა. აი, სიყვარულად დაიღო. მიდღემჩი ერთი სული აქ რო რამე თქواس და რაღაცა უსურვე და ჩემი დაბადების დღე იყო და თამუნასიც შესაბამისად. ნოტარები ვიყავით და ეს ის პერიოდია, როცა მამა ჩემის მეგობრები აღნიშნავდნენ თქვენ დაბადების დღეს. ხო, მოდიოდნენ, დალევდნენ, მე ფულს გჩუქნიდნენ, მე ისევ დალევდნენ და პერი წავიდნენ. ერთ-ერთი ესე წავიდოდნენ და დედმამა იმ ფულს გართმევდა. აი ეს არის ბოლომდე თუ გაიგე. ხო, ჩემ დროსაც ეგრე. უბრალოდ მართლმედა კი არა, მე უნებოდა ჩვენ შევინახო, შენ არ ჩვენ დაგეკარგო. შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვაძლევდით. ხო, ჯერ ძალიან პატარები ვართ. თვითონ ასწავლეთ, იმიტომ რომ პირველი ორი წართმევის მერე ხვდებოდი. ამ წართმევას ჯობია შენ თვითონ. ხო, ერთ-ერთი ესეთი დაბადების დღეა, ჩემ ოთახში ვთამაშობ და შემოდის ნასვამი კაცი რა. სამაშენის მაგაც. და ბული მაჩუკა გიორგი ჩამიკუჭა რაღაც ბულები და მაკოცა ცოტა იმიანი ალკოჰოლის სუნი ქონდა და გავიდა. ალკოჰოლის და ოლივიეს. ნაზავი. გავიდა ეგ ნახევარი საათი კიდე დალია ამან და შემოდის და მეუნება გიორგი ჩემი ფული დაფინა. მართლა? რატო? ხო და მეთქი უკაც რატო იმდენი ვერ შეჭამა რასაც რაც გადაიხადა. რაც გათვლილი ქონდა. სხვებმაც მაჩუკეს ფული მეთქი თქვენი რომელი არ ვიცხო და ამოიღეო და ვიცნობო და მართლა ის ამას უჩუქებია სინტრალეში დაბალი კუპიურები რა მანეთიანები და სამანიანი. მაგიტო. იყო და 10 მანეთიანები ჩემიცვა. მიხვდა რომ შეეშალა და პირიქით ყოფილა. სუ აი ესეთი სასიხარულო. კიდე კაი. ყოფილიყო. ყველაფერი გაგვცა. ვაუ, რა ისტორია აქვს. რაღაც ერთერფერს ვერ ეთყვი, კაი რაღაცა გისურვა დათო. მადლობა. ანუ ჯანმრთელობა. დიდი მადლობა გაიხარა. წარმატებები საქაბების საერთაშორისო იმაზე გასულა. კი, ქსელი რა, რაღაც საბვეივით რო გახდე. კი, მაკდონალდსების გვერდზე ყველგან რომ ლაბაზის ძმის საკაბაბები. კი. და აბა თქვენ იცით რა. სხვათა შენ დაბადების დღეზე ერთი ის მახსენდება რომ შენი დაბადების დღე იყო ჩვენი ფილმის დაბადების დღე. კაცების კინო 12. ხო, 12. ხო და მოდი ყველას დაბადების დღეზე თითო ფილმი დაგვედოს. ვა, ნახე როგორ ისკნა. ჰა? წელიწადში 4 ფილმი, ბოლივუდი ვარ. ხო, თავის ცეკვებით და კარგად იყავით ბიჭები. გაგვიმარჯოს ერთად, დათო გაგიმარჯოს, ჯანმრთელად იყავი, კარგად იყავი ბედი. გაგიმარჯოს გიორგი. კარგი ბიჭი ხარ შენ. რა საჩუქრები მიიღე? ბიჭო, მინდოდა საათი შეძენა. და ჩემო მეუღლემ და შვილებმა გადაწყვიტეს რომ ნახან გინდოდა. ხო და სხვათა შორის წინა საათი მე ურჩიე ეკას. მართლა? ხო, მე და მერეკა რომელი უნდაო და ძალიან ისე ეშმაკურად კითხე და მე საათი არ ვაყან, ტელეფონი. ტელეფონი ხო. კი. ეს ტელეფონი. ეხა საათი და ჩემმა ძმაკაცმაც იცოდა რომ საათი მინდოდა და ეს საათი ხო მაჩუქეს და ეს საათი იმიტომ მინდოდა რომ ჩემი საათი გაფუჭდა. ეს საათი მაჩუქეს დაბადების დღეზე ჩემმა ძმაკაცმაც მომიტანა ლექსო დიდი მადლობა საათი ლექსოს ხო იცნობ?
და ის საათიც გაკეთდა. ეხლა 3 საათი. რაღაცა 3 საათი და 2 ხელი. რაღაცა ქართული ფილმის სიუჟეტი გამოდის. ანუ არ არის ყურიდან მოთრეული. არა, კარგია. შენ მე უღლე მაჩუკა არაჩვეულებრივი საჩუქარი ერთი კვირა ვიმოგზაურე შვეიცარიაში. აჰა. ერთად, მეუღლესთან ერთად. და არაფერი არ ჩამოგიტანე. ჩამოგიტანეთ. ზუსტად ის რაღაცები შევარჩიე, რაც თქვენ ჩამომიტანეთ წინა მოგზაურობიდან. და ეხლა ვსო. ძვირიანი არაფერი. ეხლა გაქვიტულები ვარ და 100 პირველი ვინცავა უკვე კარგი საჩუქარი იცოდეთ, თორე იგივე ჩამოვიტანე. და კაცი შვეიცარიაში იყო და იმას აქ უყიდეს საათი. უსამართლო როა ცხოვრება რაღაცნაირად. უსამართლო კი არა, ასიმეტრიული. ესე კარგი საჩუქარია, მაგრამ შვეიცარია ხო კარგი ქვეყანაა წასასვლელად. ხო, წამოსასვლელად არის საჭინელი ქვეყანა. ხო, სხვა შორის ეგეთი ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი ევროპაში მithumetes და ეგეთი არაფერი, ეგეთი თავისუფლება ბევრზე არ მქონია. აი, ძალიან მაგარი. მithumetes ვცდილობდით, რომ მანქანა ქონა ნაკირავები და ნავიგაციაზე გამორთული ქონდა highway, რომ სოფლის გზებით გვიარა და აი წარმოუდგენლად მაგარია. ეგეთი მოვლილი არაფერი არ არის. იცი როგორი სუფთაა შვეიცარია? აი სახლიდან რომ გამოდიხარ, გინდა რომ ფეხსაცმელები გაიხადო და ნასკებითია. რაღაცნაირად ხო არის, რა გზას ულიან, სახლებს ულიან, ბალახს ყველგან ულიან. ხო, გონია რომ ღრუბლებსაც წმინდავენ, დილით ვიღაც გამოდის, გაწმინდავს ცას და ესეთი ლამაზი ქვეყანა არის. და ამ ყველაფერთან ერთად რა თქმა უნდა უძვირესი. ხო, ანუ ეხა იაფები მე ვიცი. მაინც ჯობია დაბადების დღეზე წახვიდე ესეთი იაფიან ქვეყანაში, სამაგერად რომ მოდიხარ გიხარ. სამშობლოში პრობლემა გიხარ. მაგრამ საჩემო ქვეყანაა, იმიტომ რომ 50 ფრანკიანზე ახატია პარაპლანი. პარაპლანის ტიპი და პარაპლანი რა. ილოთ ხო. თევზაობა რომელ ქვეყანაში ახატ გავიკეთებ და წავიდე. შევესიო. ოღონდ ისა, ფიდერით თევზაობა. ხო. და კითხვა ნახე. გაგიმარჯოთ. გაიხარეთ ბიჭებო. ჯამრთელები ვიყავით და გახარებულები და დიდხანს ვიყოთ ბიჭო. აი ხაია. დაუცა გემრიელია. გავაგზავნოთ, ჩაწერეთ თუ გავაგზავნოთ სმა. აი ესეთი კითხვა დამებადა. ხო და აი ხედავ. გაამართლა იმან. აღნიშნე მეგობრებთან ერთად ჯეიმსონის საუკეთესო ვისკი. მეგობრული გართობის დროს. ხო გაგართეთ მეგობრულად. მადლობა, დიდი მადლობა ტინკოს რო გაგვარდა, დიდი მადლობა ჯეიმსონს რო მაჩუკა საჩუქარი. არაფერი. შენც გაჩუქა, დათოსაც აშუქა, იმან შეიტყაპი. ხო, იმას კი შეარჩა. ეხლა როგორ ვქნა რომ არ აგვერიოს ეს ერთ. აგვერიოს ერთნაირია რა მნიშვნელობა. მაგრამ ჩემია. მე რა ერთნაირია. ჩემის სხვანაირად მაგე. ურზე დაიდე. მიწა ხო. გახსენდა ნახევარი დალია. ან გადაყვარე. მოდი ჩემი აქ მექნება. კაი, მე ჩემი აქ. მანდედან ის მიუთკი ჭანელას. აქედან დავიდეთ. მაგას ვაპირებდი ხა ბუდიში. იმას გრძელი ხელები აქვს. კაი, გადავიდეთ რა ქვია, ნიუსებზე. გადავიდეთ ნიუსებს. სანამ ახალ ამბებზე გადავალთ, ნახე რა ხავერდოვნად. ჩვენ გერმანელ მაყურებელს, ვინც გერმანიაშია, ანუ ქართველია, მაგრამ ის ვიცი რომ გამაკრიტიკებს გერმანელი მაყურებელს, რა თქმა უნდა. რომ 12-ში დიუსელდორფში არის კაცები ლაივი, ოქტომბერს 16 საათსა და 00 წუთზე და ბილეთები ჯერ კიდე როგორც ვიცი ხელმისაწვდომია, ამიტომ გაგვეხარდება რომ ჩამოვართ და გნახავთ. შეიძლება რომ პატარა დავამატო. კი. მარტო გერმანელს არა, ჰოლანდიაც იქვეა. კი. ჰოლანდია და 2 საათი გინდა. ბელგია და ლუქსემბურგი მიამატეთება. ლუქსემბურგის ახლოა? და ბელგიაც. ჩვენო ბელგიელო, ჰოლანდიელო და ლუქსემბურგელო მაყურებლებო, მინდა გითხრათ, რომ 12 ოქტომბერს 16 საათზე დიუსელდორფში, რომელიც როგორც მეგობრები ამბობენ, ახლოა თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან, ჩატარდება ლაივი და ბილეთები იყიდეთ. ეხლა ამას რომ ვინმე ამოჭრის გერმანელი არ გიხსენებია. და შვეიცარი. ცალკე მაქვს ნახე. ხო და ერთადერთი მაშინ რომ ჩამიტიო რეკა. არემ შვეიცარი. ჩემო ევროკავშირელო მაყურებელო.
მან საზღვრებია. რო გადაახვი დედამიწა. ესე დაიწყო. საზღვრებია და ყველას გელოდები 12-ში დიუსელდორფში. ბებერო კონტინენტო. შემდეგი ესე იწყება. მოვდივა. აი ესე. დავიწყოთ ახლა მაშინ 365 გადაცემა. ანუ ეხა ხო და 365 როცა გაქვს. ხო. და არ გამოწერილი, გამოიწერე, მოიწონე, გააზიარე, ზავს დააჭირე, კომენტარი დაწერე. ამ ყველაფერს თუ გააკეთებ. ჩამოდი დუსელდორფში. დუსელდორფში თუ ჩამოდიხარ, ფოტოსინთეზმა რა დაგიშავა. აი უბრალოდ საწყენია. უკვე ის არის, უკვე აღმაშფოთებელია რა. რომ გადადი YouTube-ზე ისეთი კაი თამაში დაიწყეს. ვიღაცები თამაშობენ. ხო. მოკლედ, გამოიწერეთ კაცები ფოტოსინთეზი, ჯაფარას პოდკასტი, კლიპსი და შეიძინეთ ჩვენი ბილეთები ლაივის. ამ და მომავალი კვირიდან საკაბაბე იმუშავებს 12 საათი. ამ ყველაფერს თუ გააკეთებ, თუ განცხადებებია. ამ ყველაფერს თუ გააკეთებ, ბედნიერება გეწევა. ვისაც ექნება 4-ვე გამოწერილი, ხო. ფასდაკლება გაუკეთე. არა მგონია, არა მგონია. წამთ მაინტერესებს როგორ დაძრება ახლა აქ. ვიფიქრებ. იანვრიდან გავითული. კაი, დავიწყოთ. მოდი ახალი ამბები. პირველი რაც არის ტრამპმა ვიზიტი ქონდა 2 დღიანი თუ არ ვწდები, მაშინ რაც დიდ ბრიტანეთში იყო, ჩასული და ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ პუტინმა მართლა მიღალატაო. მე ვარ მეგონა, აი სახეც ეგეთია. მიღალატა თუ ჩემთვის არ უნდა გაეკეთებინე. ხო და ეს ისეთი ფრაზა არის რა. მე ნუ გადამახტები, ხო იცი, აი ძალიან ნასვამი რო გამოვიდა მეფის მიღებიდან, არ ვიცი, მეფესთან რო იყო. ტიროდა და ხო, იქიდან გამოვიდა, რომ ჩემთვის არ უნდა გაეკეთებინე. პუტინს რო დაურეკა უთხრა მე მიკეთებ ბიჭო მაგასა ესე დაურეკა. მაგრამ მან მიღალატა, მე მეგონა რომ მოვიდა. არა, პუტინს კი არ დაურეკა, მიწერა რომ მე აღარ დამირეკო. და იმან დასინა. არაფერი არ მოდი. ისე ამათ აქვთ ეგეთი მიმოწერალი და მე რამ Excel-ში. მიმოწერა არ ამგონია, მაგრამ დარეკვები ვიცი რომ ხშირია. დარეკვები ხო. მე კიდე რა მაინტერესებს, ჩეთი თუ აქვს პრეზიდენტები. ხო, აი მაგას ვიზარდი რა. რა ყველა პრეზიდენტი შეკრებილია და რაღაცა მე პუტინი აქ არის, რაღაცა მინდა ვთქვა. ან ისა პუტინს რო თაგავს იმითი რა. ვლადიმერ პუტინ და მარტო იმაზე უნდა უპასუხოს. დიდოცეულზე ვინ მოდიხარ? მე მგონია რომ ეგ ადრე იქნებოდა, მე პუტინი გააგდეს იმ ჩატიდან რა. და ის გადავიდა სხვასთან, იქ სიისთან ჩათაობს. და ვიღაცა რო იწერება რაღაც ქვეყნის ისა, პრეზიდენტი ან პრემიერი, მე გავცივდი და ვერ მოვდივარ. მალე გამოჯამრთელება მე წერენი. და ან რაღაც ერთმანეთს პრიკო ეკაკაბოზე რო გიწესონა და უზნელობებს თუ არა ხარ ღირსი, აღარ ჩაგიგდე. ვახო მარტო მედაში. ვარა და რა კარგ რაღაცებს ვაგდებ რო იცოდეთ. შემდეგი ახალი ამბავი არის ბათუმში უცებ გადავიდა. სანამ განახცეს. ამომიყარეს ისინი. ბათუმში დააკავეს ცნობილი თაღლითი, რომელიც გაცნობის აპლიკაციით ქალებს ფულს მოტყუებით ძალავდა. საიმონ ლევაევი ფართოდ ცნობილი გახდა 2022 წელს Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში Tinder Swindler. როგორი რითმის სახელი ქონია. Tinder-ის თაღლითი, რომელიც ესე ვიღაცებს გაიცნობდა და მერე ფულს ძალავდა. Swindler თაღლითია? ალბათ. ჯაფარ. ხო, აფერისტი თაღლითი მატყუარა ყველაფერი რა. Tinder Swindler. რაღაცა როგორი სიტყვა არის, იცი? თუ ისა ორი სიტყვა. ტრამპა ზუმპა. ეს ლევაევი არის ცნობილი გვარი ემთხვევა ცნობილი ბრილიანტების მაგნატია ლევაევი. ამ გვარის დამთხოვას იყენებდა რომ მე იმის კაცი ვარ რა. აჰა. და ესე იცნობდა ადამიანებს, თვითონ ძალიან დიდარია რაღაცა და მე რაღაცნაირად ფულს წალდა. ან არ ვიცი, ალბათ ამ ფულს ადებინებდა რამეში, ან გამოართვევდა რომ ბრილიანტებს მოგიტან. ანუ ვიღაცა ლაბაძე რო იჩემებდეს, რომ ლაბაძის მის კაბაბი ჩემია. არა, მე იმ ლაბაძის ისა ვარ და კაბაბი ჩემზე იყოს. თქვენ ხა ძალიან პატარა მასშტაბით. ფულს აკრიფავდა. ეხლა კაბაბზე გავიქცევიო და იმ არ ვიცი რამდენი გამოდის 100 ლარს ტეხავდა. გოგოებო 1000 ლარი და კაბაბს კი სრულო. კაბაბს კი სრულო.
ანუ ვიღაცა ქართველი ქალი გააუბედურა ბათუმში რატო იყო? შეიძლება ბათუმში უკრაინელი ან რუსი ან ბელორუსი გააუბედურა ან თურქი. რატო შეიძლება ყველაზე უფრო ქართველი უნდა იყოს. ბიჭო ეს ტინდერი ხო ისეთია დისტანციურად შეიძლება მუშაობდა და ბათუმში იყო კარგი ჰავა და იაფი ცხოვრება. და ზღვაზე სურათები მაკედან შეუძლია დაყაროს რატო უნდა წავიდეს ახლა ნიცაში. ხო. თეორია ზღვა ჩანდეს უკვე. მაგორიდან არც ერთი არ არის ბათუმში რაც შენ ჩამოთო. რა? კარგი ჰავა. კარგი ფოტოში არ ჩანს ეგ. იაფი ცხოვრება. ფოტოში არ ჩანს ეგ. ზღვა ჩანს. შემდეგი ამბავი ბიჭო როგორ ართმედა просто ვერ გავიგე ეს ხო გაცნობის ის არის გაცნობის და შურიმურის ხო და გაიცნო ადამიანს და ეთქვი რომ მე ვარ მილიონერი მილიარდერი და ხალხასამდე 20 ლარი ხო არა ჯერ თავიდან ხო იმ წუთში ბლოკავ ეგეთ ადამიანს არა ეგრე არა აი ასე არა თავიდან ეგრე არა მე ეუნები რომ წამოს სადღაც წავიდეთ ეს არის ისეთი გამოპრანჭული და აი მანქანით წაიღო ჩემი იახტით გამოგიოდი ხო მე ეთქვის რომ ეხლა ძალიან სერიოზული ისინი ქვებია ჩამოსული და ვინდა ვიღაცა რომ იყიდოს ხო და ჩემი ბუღალტერი ტელეფონს არიღებს და აი ჭირდება 1-3 არა მე მგონია რომ უფრო რაღაცა ყიდვა-გაყიდვის სქემაში მე ვიღაცებს ჩართვა უნდა და იმას იაფად გაყიდინე ხოთარ ფული მამა ასესხედებილობა არის მასესხედებილობა ხო მართალი დეგის არის რა ქაბაბის იმაზე შეიძლება ქაბაბზე ფული მაყდება და მასესხე შეიძლება ანუ კეთდება ფული ტინდერი ბიჭო რა გვარიაო და შენ ქაბაბი ტინდერი ლაბაევა ის ტინდერი ლაბაევა თუ გადაკეთდა რაღაცა ამასოტრიანი ლაბაევა ლაბაძიზმის ტინდერი დამევას შემდეგი არის საქართველოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა რომ დაკავებულს ბრალად ედება 2022-24 წლებში 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობის უკანონო შემოსავლების გათეთრება. 600 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო. სადღაც ვნახე ვიღაცამ დაცვალა 12 ტონა ფული არის. ანუ 100 დოლარიანები რო აიყო და 100 ევროიანები. 100 დოლარიანები არ რუბლი აქვს შემოტანილი და ხო გატანილი ხო არის 100 დოლარიანები. არა ხო შემოტანილზე იყო და ტანი შეიძლება არც გაუტანია თუ რო გაათეთრებ მე შეიძლება მესაც გინე დადი ხო რითი უნდა გადავა საქაბაბეში არ გათეთრდება ფული აი აბა მე რა მუშაობ რატო არ გათეთრდება რანაირად ფული თეთრდება ლატარიებში ტოტალიზატორებში ეგეთ რაღაცებში ქაბაბი ლატარია არ არის რომ გათამაშებ რო გააკეთოს მოგებიანი ქაბაბი რო გავაკეთო ეგ უკვე სხვაზე როგორ ტოტალიზატორში როგორ თეთრდება აბა ტოტალიზატორში შეგაქ ნაღდი ფული ხო იგებ უკვე ის სუფთა ფული რომ როდებ ნაღდ ფულს თუდებ რა ფულია კაცმა არის ხო მაგრამ თუ წააგე და მე ვიცი ძირდა და აგებს აი გეტყვი დადებს სამ შედეგზე მოიგებს ფრედა წააგებს სხვა შედეგი ხო არ იქნება ხო რაც რაღაც ხო დაждდება და ის უკვე თეთრი ფულია ეგ რაღაცა ძალიან რისკია და დებილობა ხო ფულის გათეთრება ეხა ურისკო და ესე 100%-ით ვერავინ ვერ ათეთრებს ეგრე ბიჭო ხანდახან მოგებას აქვს 1.3 ანუ უამრავი ფული უნდა დადო და აიღება დადებ თამაში სადაც არის მოგებაზე 2.1 ხო დაგებაზე 2.1 არის ისა მოგათეთრება ეგრე არ ხდება არა მე გეუბნებით იმას როგორ გაუკეთებია მაგას თვითონ როგორ აკეთებს თავს არ დებს რომ ეს ყველაზე კარგი მეთოდია მაგრამ არა ნუ აი გაუკეთებია და სხვას გაამართა ლატარიას თამაშდება ხო ყიდულობ ყველა ბილეთს ხო მაგრამ 600 მილიონი ლატარიაში არ გათამაშებულა საქართველოს რესპუბლიკა რო დაარსდა. ეგრე არა, ყველაზე ცნობილი გათეთრება არის სამრეცხავებით თეთრებოდა, იმიტომ რომ მაგითი money laundering მაგითო დაერქვა, რომ სამრეცხაო გაქვს, ვითომ ყოველ დღე შემოდის ბევრი მანქანა და წყალი გაქვს მოშვებული და всё რა, აი გზა არის გათეთრების, მაგრამ მე გეუბნები რაც გაგიკეთებია. რაც თქვენთვის როგორც უვიცებისთვის თვალსაჩინო ამისების პატიოსანი ხალხის. მე როგორც ვიცი, ფულის გათეთრება, აი საიდანაც მოდის მარილა. ხო. სადაც ქეში ფული ბევრი შემოდის, იქ ათეთრებ თავისუფლად რა. და თან ის არ გჭირდება, არა, და თან არანაირი მატერიალური ის არაფერი არ არის რა, მანქანის გარ წყალია რა, შეესხი არ ეცხა. ლატარიაში აი კი ჩვეულებრივი სამრეცხაოები იყო. ან მანქანის სამრეცხაო, breaking bad-ში მანქანის სამრეცხაოს აკეთებენ. ანუ მოდი და გითვალონ რამდენი მაიკა გარეცხე თუ პერანგი. ქაბაბზეც გითვალონ რომ შემოვიდა ხალხი და შეჭამა.
ბიჭო, ძირითადად ბარათით იხდიან. შენ მაგას რას უყურებ? ვითომ გადაიხადეს ხელმით. აი მე რომ მოვიდე და მოვიდა 100,000. აი ესე დაუდო იქა სახლზე, იქ არ შეეტევა ის პატარა ის გაკეთებული, არა გათვლილი. გათეთრებაზე. მაგრამ იქიდან კარებიდან რომ შემოვიტანე. არა, 100,000 შეეტევა. მოიტანე შენ. 100,000 მოიტანე და თქვა რომ 2028-მდე ყველა ქაბაბი ჩემია. არა, არაფერი ქაბაბი არ დაუდო და შენ გაატარო რომ ამდენი ქაბაბი რამდენიც არის, ის გაიყიდა ხარჯი, გამოაკლო ეს, გამოაკლო და მოგება რაც არის დაიტოვა გათეთრებული. არ არის თაც ეგრე. მან კიდე ამ ამბავში. არ არის თაც ეგრე, მაგრამ იდეა მოეწონა. ამ ამბავში ბევრი დასაწყისი მომეწონა. მომაქ 100,000 დოლარი. რა, გადავიდეთ შემდეგ ამბავზე, ევროვიზიიდან მოკვეთილი ვარ, როგორ იცით, ნახე, მხატვარი. მოკვეთილი რუსეთი ქოქავს, ეს არ მოკვეთილი და ქოქავს ერთ წინადადებაში არ უხდება. ევროვიზიიდან მოკვეთილი რუსეთი ქოქავს საკუთარ ალტერნატივას, რომელსაც ინტერვიზიას არქმევენ. და ამ პროექტით უნდათ რომ ის ქვეყნები, რომლებიც იქ არ მონაწილეობენ, ვითომ ძალიან ჩაერთო ყველა და თავიანთ მოქალაქეებს გადააცვეს არაბული ფორმები, რომ ვითომ ისინი დაინტერესებულები არიან და სხვა ქვეყნებიდან არიან ჩამოსულები. საყურებლად, ხო. აუ ბიჭო რა, სასაცილო ხალხი არის. ბიჭო, ეგ კი არა, ეხა დადეს, რომ იყო მაგისისა. კი, ჩატარდა. 4 მილიარდმა კაცმა უყურაო. ხო, მე ჩაასწორეს. მართლა ჩაასწორე. 4 მილიარდ კაც შეეძლო ეყურებინა. ვау, საკვანძო სიტყვა მოუძვრია. და მაინ ჩარტში გაეხნენ. რატო? ვიეტნამელმა მოიგო ანტიჩინური სიმღერით. საერთაშორისო სკანდალში ზოლაში მოუგეს ჩინეთს და იმაზე მღეროდა. ნაღდმა ვიეტნამელმა მოიგო თუ ვიეტნამელის ფორმაში გადაცმულობა ბაშკი. მაგას ველოდებით გაირკვევა ცოტა. ანტიჩინური სიმღერა. შემდეგი ახალი ამბავი არის მეცნიერებმა ცერათიცსა და ტვინის ზომას შორის კავშირი იპოვეს. ახალი კვლევა, ეს კვლევა ჟურნალ Communication Biology-ში 26 აგვისტოს გამოქვეყნდა და იგი მანუალური მოქნილობისა და ტვინის ევოლუციის შორის კავშირის დამადასტურებელი პირველი პირდაპირ მტკიცებულებაა. ეს ფაქტი მოკლედ არის რომ ადამიანმა როგორც კი დაიწყო ნივთების აღება და გამოყენება საბრძოლო თუ შრომის ნივთების ეს ანვითარებს ტვინს და ერთდროულად მოხდა ცერათიტის და ამის განვითარება და ტვინის გაზრდაც, იმიტომ რომ ეს კავშირში ყოფილა ერთმანეთთან. ანუ მარტო ხელი რო განვითარდეს და ესე იქნიოს და რაღაცებს კი ტვინი რო არ განვითარდეს ეგრევე ვერ მოხდება. და მარტო ტვინი რო განვითარდეს და ხელები არ განვითარდეს. ცერათითი, ანუ ხო ესა, ხო. ანუ ადამიანის კიდურის მთავარი ის ხო პერპენდიკულარულად გამოსული ეს თითია. ესე რო იყოს თათი იქნებოდა და ვერაფერ დომინოსაც ვერ ითამაშებდა. არა, ვიღაცა თუ დაგიდებდა. ვიღაცა თუ დაგიდებდა, იმ რიბას გააკეთებდი რა. ვერც ის დაგიდებდა, იმასაც ხო არა აქვს. პირით აიღებდა იტა. ხო და ამიტომ ეს სამნიშნელოვანი. ეხა ანუ ყველა ის რაც გიჭირავს ეს რო არ ქონდეს ვერ დაიჭერ. ან ძალიან რამოდენიმე წრეზე უნდა შემოვარდა. ძალიან გრძელი ეს თითები. არა, რატო ნახე აი უყურე? აბა დავანგრიო მეცნიერება? მიდი. ცერათითი ხო არ მჭირდება? არა, მაგას ვერ გააკეთებ. ხო. ამას ვერ გააკეთებდა ჩუვაკი? და ვერც ამას. გიგე. ეხლა რა მოინტერესებს? რაღაცა სხვას მოიგონე. ტელეფონის ზომები რო იზრდება, მე მაგას ვაბრალებდი თითის ზომის გაზრდას. გინდა რომ მიწოდე ხოლმე. აუ, ანუ ეს მეორე მხრივ ტვინს ზრდის თურმე. ეს ეხა ძალიან გაგვეზრდება. რაღაც თაობების მერე. ვისაც პლანშეტები აქვს, დააკვირდი უკვე რა მხედა თითები. ანუ ცერათითი არის ტვინის განვითარებასთან პირდაპირ კავშირში. აი ეს ვინც მოიგონა. მაგ დროს ტვინი წინ წავიდა თუ უკან აი ეს. ბიჭო, რატო ხარ უზდელი? ეს თქვი დალოცინო, ხო იგივე თითი მონაწილეობს. ხო და მას ეს ადვილია და ეს კრეატივია. უი, რამდენი ხანია ეს არ გამიკეთები? ეგ ხო იცი რას ნიშნავს თურმე? აბა ეს ძღოლი რო გადაგისწრებს და ამას ეგ ძღოლების ენაზე კი? ნიშნავს რომ საბურავში ქვა გაქვს გაკვეთებული. მართლა? კი, და სატვირთო მანქანები. სიკეთე არის ეს? ეს არის სიკეთე. ცუდი არ არის? კონკრეტულ მომენტში
როცა საკვირთო მანქანას გადაუსწრებს ვინმე და აჩვენებს ამას, ეს არის სიკეთე. ეგ სიკეთე და სიბოროტე როდის არის? აი, როაც. ხო და მე ვისოჯი. ხო და აი მარტო ცუდი მხარე გინდა დაინახო. შეგენაცვალე და სიკეთეს არ ხედავ. რაღაცა ქვია. ფიგა. კუკის. ოთ ვან ფიგუშკი. ტყუში თუ რაღაცა ქვია მე მგონი. არ ვიცი. ბიშტი კი არა, მოიცა რა ქვია? ბიშტი. ტყუში, ბიშტი. ხო რაღაც აი ეგეთი გაურკვეველი სიტყვა არის. ეს რა არის? გამახსენდება გეტ. ტობე. ბერა. ტობე. ტობე არ ბერა ქვია? არიცი. ვახ. აბა ტობე. შენგან ვიცი ეგ. ტობე სამტრედიულად არის კარგი. ხო, ტობე. ტობე. შემდეგი ახალი ამბავი არის თაღლითმა პენსიონერს თავი ასტრონავტად მოაჩვენა და ჟანგბადის საყიდლად ფული გადაარიცხა. ბიჭო. ხო, სხვა შორის ეს იაპონიაში ხდება. კი, ამას აკლია და ბათუმში დაიჭირეს. იაპონიაში 80 წლის ქალს ვიღაცამ ეთყობა სოციალური ქსელი გაიცნო, რომანტიკურ ურთიერთობებში შევიდა და მე უთხრა რომ მე ასტრონავტი ვარ, სადღაც ვარ ზემოთო და ჟანგბადი გვითავდებაო და ფული გადმოგვირიცხეო და გადმოარიცხინა 6750 აშშ დოლარი, რაც მილიონი იენია. და აქ სად იყიდებაო ჰაერიო. არა, მანდო ის არის ოფისი არისო და მიხვალო და ისინი გამოგვიგზავნიანო ჩვენ. საიუზ 14-ში იკითხე ნადეჟდა. 1 მილიონით იმაზე რა ქვია ორბიტაზე რო იყო რა ჯდება იცი 1 მილიონი ან შენახვიდან ძვირი ჯდება ამ ორბიტაზე ორბიტის და კოსმონავტების რომ ეგ თანხა ეყოფა 3 წუთი. მილიონის ჟანგბადი? არა, ნუ მილიონი თანხა თვითონ ეს შენახვას რა ჟანგბადის დოლარის ჟანგბადი. რაც იმან გადაარიცხა. არა, მარტო ჟანგბადი არა. ხო, იქ გაგზავნა არის, ის არის კონტეინერი არის, ჩატუმბო არის. ადამიანი ცოცხლად შენ არ ჩუნება იქ. ჩდება წუთში $3000-ზე მეტი. და პენსიონერი თან ხო? 80 წლის ქალი, რანაირი კეთილი. აბა ბიჭო, რაღაცა დანაზოგი ქონდა და იფიქრა რომ სიკვდილის წინ რაღაცა კეთილ საქმეს გავაკეთებ. აჰა. ანუ ის არის ჩვენთან ხო არის კოლ-ცენტრები. ეს არის კოსმოსური კოლ-ცენტრი და ყველაფერში გაგვასწრეს. ჩვენ ვერ გავწდით იმას. იაპონიაც კი არ შეარწყვინა. ნეპტუნის სახელით იმაში. აბერისტოდა. შემდეგი ახალი ამბავი არის შექმნეს წებოს თოფი. რომელიც მოტეხილობებს ამფენებს. ანუ სამხრეთ კორეაში შეიქმნა წებოს თოფი, რომელიც ბარძაყის მოტეხილობები, რომელიც ძალიან ასაკში ძალიან გავრცელებულია და ძალიან რთულია მე ოპერაციის და იმის გაკეთება, შექმნეს ესეთი როგორც წება უბრალოდ იმიტომ ქვია რომ იმაში თორე ძვლის ცემენტი არის ესეთი რაღაცა რომელსაც შეყავს და იმას ამთელებს ხო და ცხოველებზე გააკეთეს ექსპერიმენტი და წარმატებით 12 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ და არც ინფექცია არაფერი არ განვითარდა და წარმატებით გააკეთეს ეს მალე ალბათ დანერგავენ. ბევრი კითხვა. და ეს გაიყიდება? არა, არ გაიყიდება. მიხვალ yourself. ეს არის მოიტეხე. How to YouTube-ზე უნდა ჩაწერო რა და ამას იყიდი ჯერ და როგორ პატარა ბროშურა მოყვება ესეთი. ტიკ რო იშლება ხო იცი? ხო. ძვლის ცემენტის ქარხანას გამონაბოლო ქვია. კი. ტვერი თუ აქ რა. კასპის ცემენტს გადავაკეთოთ ძვლის ცემენტად. და ძვლის მტვერი აქვს გამონაბოლქვათ. ეს აპარატი ხო ძალიან ძვირია. არ ვიცით. თავიდან ძვირი აპარატი არ ღირს, მაგრამ წებოა ძვირი. ამითი უნდათ რომ შეგიტყუონ და მე იძულებული ხარ იყიდო ეს წება. მაგრამ ახლა ეს თუ ძვალს აწებებს, სხვა რამესაც დააწებებს. რას? აი მაგიდას რომ შემოხდეს. ხო, დააწებებს. დააწებებს. კლავიშს. სპილოს ვლისგან რომელიც არის, ხო? ხო. იდერას დააწებებს. ბიჭო, ალბათ ყველაფერს თუ ეგეთი არის. მეტალს დააწებებს. მე მგონია რომ სპეციალური შემადგენლობა თან ისეთი ის იქნება რომ ძვალზე არის ინფექცია და ის არ გაჩნდეს რა და ხო, ეგ თავისთავად და მე რა გინდა მაგიდის ფეხიც ისე იქნება, ინფექცია არ გაჩნდება. ბიჭო, ეგ თუ რაღაცა ძვლის თვისებების არის, შეიძლება მაგითი მე მანქანა გააკეთონ და რო გაგიბუჟდება, თვითონ შეუყორცდება.
ცოტა ხანი რაღაცა ბინტს მიადე. ხო, ვიღაცამ რო გაგისვას, იქ სანტავიკმა დააკრა. მალამოს თურმანიძეს წაუსმე. დაუსმე და ახდგება. ძაღლს როგორ დაუგდო შეჯამს ძulis წინე. რო დაუსხა. ვაჰ. გააჩნია რა ძვალია. არა, ვერა ბიჭო. თუ იმას დაუმატებ რაღაცის გემოთი თუ გამოვოს. კვირილის. ხო, მაგრამ მე ზოგადად ძვალია და მე ამატებ ქათმის ძulis. იმის ძulis ხო, მაგას ვიძახ. ხო, მაგრამ კბილები რომ მიეწებოს ერთმანეთს. ხო, იმიტომ რომ ისიც ხო ძვალია. რაციონალს რაღაცა ესე შედა. წასულობს. კარგი პაროდია. ძაღლის პაროდია გააკეთე. კიდე კაი ამას ესეთი ჭიქა უდგას. ამოსლიკავდა, ხო? ვაჰ. ამით დღევანდელი ახალი ამბები დასრულებულია. ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში არის ხოლმე შემდეგი ნაწილი სტუმრის ბლოკი. კი, ბატონო. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მომღერალი კატო კვარაცხელი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად, თავად? აი ახლა ლაივში გნახეთ, ისე გისმენთ, გიყურებთ სულ ჩვენ მე და იკო განსაკუთრებით. ხო, თუ თქვენ არ გამომიგეთ. მე ვიცი. მე ესე განსაკუთრებით არა, მაგრამ კი. სერენა და მეც ვიცი სიმო. მადლობა. სხვების სერენადებიც ვიცი, მაგრამ მე ეს მადლობა რომელ ადგილზეა ეს სერენა? სერენა ვიცი და სხვების ჩემი სერენადების შორტ-ლისტში თქვენ საპატიო მაღალი ადგილი. იმას ამბობდა სხვათა შორის, ხო? ხო. მაგის სერენადა რო არის. ამ შვიდებს, ამ შვიდებს. რამდენი ხანია რაც მღერი? ესე რა, რომ ისე გასაგებია რომ ალბათ ბავშვობიდან. ხო, იმას ვერ ვიტან. სლაპარაკამდე რომ ვერინ, ხო? ეგ არა. არა. და ისე $5 რო წავიდნენ და მილიონერი. არაფერი განსაკუთრებული. მე ძალიან მუსიკალური ოჯახი ვართ, ყველა მღეროთ ბავშვობიდან, მაგრამ ყველა ვინ დედა, მამა. დედა, ბაბუა, დეიდა, ძმა, დეიდა, შვილები ყველა. და სიჩუმე რო ჩამოვარდებოდა მაშინ იცნებდით ჩააპეტეთი ერთორ ნოტა. ხო, ეს კაკანო გაჭირებოდა და სულ ვინმე გვარში ყავთ უსმენო გარიყული? როტაცინი. ერთი გამოვიდა ეგეთი, მაგრამ არც აინტერესებს, არც სურვილი არ აქვს და ბედნიერია რომ არ უშლის ხელს მისი. ო, დაჟება და უსმენს სანათესა. აი, იცი, ეგეც აწუხებს უკვე დაღლილია. არც არ აინტერესებს. გასაგებია. და ისე რომ და ესე პროფესიონალურად? ხო, ანუ არა ბავშვობიდან მღეროდი. კონსერვატორია და გიმთავრებია თეატრალური დაამთავრე. დაამთავრე თეატრალური სამსახიობო, მაგრამ მე-9 მუსიკალურ სკოლაში ვსწავლობდი. ეს 1-2 წელი. რამდენი მაკლია, მაგრამ და ხო 10 წელზე და მოგაწერი ლაპარაკი. ხო. 10 წელზე 2 წელი? ხო, პლუს. ანუ 2 წელი. არა, 8 წელი დაამთავრა, 2 წელი. არა, არ მივიყვანე ზუსტად არ მოსწონს. ანუ 8 წელი დაამთავრე. არა, 8-9 ვისწავლე რა. 8-9 ნამდვილად ვისწავლე. 9 წელი გაქვს დაამთავრა. მან პლუს 2 წელი. 10 წლედის 9 წლები. არასრული 10 წელი. ხო და ნაკიანი 10 წელი. ხო, არც ნაკიანი. ესე ნაკიანი 11-ია ბიჭო. ხო, მაგრამ ხუმრობისთვის კარგი იყო. და და მღეროდი რაღაც მართლა პატარაობიდან 6 წლიდან ალბათ და თან ძალიან სასაცილოდ, იმიტომ რომ ისეთ სიმღერებს ვღეროდი და ისე გულის მოსაკლავი ტექსტები ხო აქ ამ ქართულ სიმღერებს და ძალიან პატარა ხარ და სევდაზე და უბედურება რომ მიგატოვეს და და თან თვალო. აუ პატარა ბავშვი რომ დაავლევ. არა ეგ არა რაღაც აი ეგეთი რა გულის მოსაკლავის გასტი გულო სიმღერა. მე რაღაც ესე გამოვიდა რაღაც ვიდეო გავარდა რომ ვიყავ 17 წლის და მე ნელა წამოვიდა სიმღერები ჩაწერები და ეს ეხა სტილი ძირითადად რას მღერი? მე მღერი ქართულ სიმღერებს ქართულში რამე ხო ოღონდ ხო რაღაც ამ ქართულში ძალიან ბევრი რა უნდა დააყენო ქართულ სიმღერებს იმიტომ რომ უცხოენა არის და კომპიუტერი კაი უცხოენა კომპიუტერი ისი რა მაინც ეს არა მღერი ქართულ სიმღერებს აი ხა უფრო პატრიოტულია მე ყველაფერი შემიძლია მაგრამ მღერი ქართულ ხო ქართულ არ ვიცი მას რა ქვია საესტრადო სიმღერას
ის არ გიცნიან ნეაპოლიტანურის შენ ისეთი გვარი პოპულარული გახდები 10 წუთში აი რაღაც ვერ დავემთხვიე ხუჩას თამაშს რო ჩამსულიყავ ხუჩას თამაში რა გინდა გვარი ხო შენ ცი დარჩა ხუჩა იქ აფიშაზე რო კვარაცხელიას დაინახავენ მოვანახე ვარ იქ ხუჩა კატოა კი აღარ დაატვირთო ხუჩა კატო თავი კვარაცხელი აუ აი ერის კვარაცხელია პასპორტი რო გაადიდო ესე ჩამოიკიდო ყველაფერი ეთქო წმინდანივით იქნება ანუ არ დავაგვიანე არა პირიქით ეხა იწყება რა ის სამოვიდა და შენ ჩადიხარ მარტივი სიმღერები ნეაპოლი პარიზი უფრო რა ნეაპოლი პარიზი ორივე ტურნე რა ჩაო რამე ის გააკ ძირითადი მსმენელი ვინ არის შენ ვიკა ისე გააკამო საბედნიეროდ მეგონა რომ უფრო ჩემზე დიდი ასაკი იყო დიდი ასაკის ადამიანები იყვნენ ჩემი მსმენელები და სიმღერებიდან გამომდინარე ხო და თან ქართულიდან და ესე არ აღმოჩნდა ძალიან გამხარდა ჩემზე პატარების ჩემხელების და ყველაზე მეტად რაც მახარებს არის რომ მარტო ქართველები არ არიან ო ეგ და მაგდროს ძალიან დიდი პატივი სამიცავ იმიტომ რომ არაერთხელ დასწრებიან კონცერტს აი საათი და 20 წუთი რო გრძელდება და ძალიან გამხარდა და ისე სიტყვა ხო არ არის სადმე იქით კონცერტი აი ხა შეიძლება ბერლინში იყოს ველოდებით შენ ცოტა წინ ხარ ჩვენ დუსელდორფში ვარ ინტერვიზიაზე მინდა ძალიან გასულა ხოდა იქნებ დამილაკა ხო დუსელდორფში არის საკაიფო კონცერტი ინტერვიზიაზე რამე კორეული ისწავლე რა ხო მაგრამ ვინ მოიგო ვიეტნამელმა მოიგო ხო რაც უფრო ისეთი ქვეყნიდან იქნება უფრო მეტი შანსი აქვს რა ქართველს არ მოგაგებია მადაგასკარი ხა როგორ არ მოგაგებიებენ ხა ისეთი კურსი აქვს ჩვენ ქვეყანაში შეიძლება კონკურსის გარეშე ხო შეიძლება არ ჩახვიდე და უკვე დისტანციურად მაყურებლის სიმპათია რაღაცა ჟიურის რჩევა ხო იცი რა უბედური ის მიცემით რომ პრეზიდენტის სპეციალური რა მეგეთ კონკურსებში მიგიღია მონაწილეობა არასდროს რაც აპირე არა აჰა გასაგები ძალიან მომწონს და კარგია იდეურად ეს კონკურსები, მაგრამ მე არაფერში შუაში არ ვარ საერთოდ. იცი რა, მაინც ხანდახან кай პრიზები. იცი რა. ბინა ბათუმში. ბავშვობაში მიფიქრია ეგეთ რაღაცა. შენ საათს უყურებ ხა და ეხა შენ თვითონ შეხედე დათოს საათს. მე ხვდები რომ ეს кай საათია. არა, ერთი წამით. ეს საათი უყიდა 2 დღის წინ და ეს არის 2005 წლის მოდელი. ეს кайფ საათია. ეს რეტრო იმან არის Nike. იმან არის ის რომ Nike საათი არის? აა მე Nike-ის საათი რა. ესეთი არა, მაგრამ Apple-ის. ესეთი მაქვს. ეს არის OnePlus-ი. ის არის. კარგად გამოიყურა. არის ის იმან ახალი ვაჩხუბოთ. არა, ესეც ძალიან კარგია, მაგრამ რაღაცა smart watch-ებს საით აპირებ რომ ეს კარიერა ინტერვიზიის გარდა. არა, ინტერვიზიის გარდა ეგ. ეხა ხო. ნუ პირველი და უახლოესი გეგმა არის რომ რაღაცნაირად გიორგი გიგაშვილი რო ჩამოქონდეს ცოტა დრო რომ ჩავწერო ჩემი პირველი ალბომი. ეგ გაიქნება, იმიტომ რომ ჩვენ ძლივს დავიჭირეთ გადაცემისთვის. უბრალოდ ეგრეც არ იყო რა. მე რო ემთხოვდით რა აქეთ იქ. ხა ჩვენ ჩავედით ის არ იყო ჩვენ. რომ მარტო გიგიჩა და შენ თუ მარტო მე და გიგიჩა. იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი პროექტი გვაქვს ადამიანის ხმა ქვია, ეხლა გქონდა წინების ფესტივალზე ეს კონცერტი და ძალიან კარგად ჩაიარა. და გვინდა რომ იმ კონცერტიდან რამდენიმე სიმღერა ჩავწეროთ და გამოვუშვათ, იმიტომ რომ და პირველი ალბომი იქნება ეს. პირველი ალბომი იქნება და რო არ მაქვს უკვე ცოტა უხეშად ვწერე Instagram-ზე რომ დავიტანჯეთ Spotify. დაიდოთ, ალბომი დაიდოთ. ხო, დავიტანჯეთ YouTube-ზე მოსმენთ და მეც დავიტანჯე. Spotify შენსაც YouTube-ზე უსმე. მაგაც YouTube-ზე მაქვს სერენა და მოსმენ. მარტო YouTube-ზე სამწუხაროდ. და ეხლა რომ შევშევს რა არის გასაკვირი ჩვენ გადაცემებს YouTube-ზე არ გაგითხარ ჩვენ ალბომი. მე არ გიგონია. სიმღერები შერჩეული გაქვთ? კი რა, აი იმ კონცერტიდან რაც აღვნიშნა იქიდან ამოვერთეთ. აბა სათაურები გითხარ. წარმოდგენა არა, ჯერ ერთი არ ვიცი. სათაურები რა აქვს? კი, უბრალოდ მე სათავსეს ამოყომე სიმღერის კუპლეტის პირველი ეგ არის სათაურები. ეგ ხო ჩემთვის სათაური ეგრე არ არის ხო? აბა რა არის ერთ-ერთი სიმღერის პირველი ხაზი? იძინებს მზე. ესე იქნებოდა ჩვენი კონცერტი და როგორც მზის ძილის პირული
მაქსიმღეთ, მოდი პირველი ხაზებით გამოვიცნოთ რა ერქმევა სიმღერა. ან დავარ ხო. არა, ყველას არ უნდა. ეს იძინებს მზე მხიარული სიმღერაა თუ იძინებს მზე იღვიძებს არა, ვამპირი? მხიარული. უბედურება ხდება. აიძინა და აღარ გაიგვიდა. სიმღერაში ვამპირი რა. თავიდან რა კეთილად იწყებოდა ყველაფერი, ხო? იძინებს მზე რაღაცა შვიდი იძინებს. არა და შეგვიძლია. რამე არა ახალ სიმღერებს მღერი? ერთი აი გუშინ ჩავწერეთ ჩემი სიმღერა. შენ ხარ ავტორი? ხო. და ბექა გოჩიაშვილის ახალი ალბომი გამოვა ვინილზე და იქ იქნება ჩემი პირველი სიმღერა შეხოთაშორის. მაგას რა ქვია? არც მაგას არ აქვს სახელი? გუშინ ფიქრობდით და მოდი მოვიფიქროთ. რა მოვიფიქროთ? რაზეა სიმღერა? ჩიტის ჩიტის ეს რაღაცა ჩიტის საყურელ მოყოლილი ამბავზე. ჩიტი ყვება რაღაც ამბავს. ხო, რაღაცა ჩიტმა მითხრა ამბავი. ჩიტმა მითხრა ეს სიმღერისგან გული მოხსოვს. მოტივაცია, მაგის სათაურის მოფიქრება. აბა, ან ბექა უკარავს და ხო, ბექა გაკრა ჩემი სიმღერა მე მგონი. ბექა ჩვენი კარგი მეგობარი არის. ბექა ჩვენი კარგი. სანამ ტროლები გამოჩნდება. ჩიტებს მოქონდათ ამბავს. არა. ზელია, თორე გააპოლიტიკურა. ზელია, თორე. ძაღლია. აი, მოიცა ხა პირველივე შეიძლება. როგორი სათაურია, იცი, აი რომ წერია რომ მიდის და რომ ელოდები როდის დამთავრდება. ხო. კაი, მართალი ხარ. და რაზეა ეს ამბავი? რომანტიული ისტორია? აი, საყვარელი თუ ომიდან დაბრუნდა. ჩიტზე. გამოტეხილ ჩიტზე. დაბრუნებული ჩიტი. ეხით მოდის. დაჭრილი ჩიტი. თუ სოფლიდან დაბრუნდა. შეიძლება ჩამოეტრა ქალაქში. აი, რომ მოვიდიოდი მანქანით, იქ გამახსენე, იქ დამემართა რომ შევინჩნები რომ ჩიტი ხან და ხან არაფრინდება რა, გადადის ხოლმე და მე რო არ გავჭურვე მაშინა, არა. არ არსებობს რო ვერ ხო? თავიდან ბოლომდე გადადის. ხო. არ მიფრინავს. შეიძლება ეგეთ ჩიტზე იყოს ეს სიმღერაც, რომ კანონ მორჩილი ჩიტი. კანონ მორჩილი ჩიტი, რომელიც არა პლანეზე გადადიოდა ის ჩიტი? ზებრაზე გადადიოდა, ამიტომ. უკვე პრივილეგია. ნიშნით დაურეგულირებელი გადასასვლელზე გადადიოდა ჩიტი. და არც აუჩქარებია. რა დეტალებს ეკითხება. ჩიტერი ჩიტი, ესე როგორი? ჩიტერი ჩიტი. ისე ვიკარი. პრობლემთან დაიარებს. იმდებიდან არ გამოდი. არა და კარგად ირიტმება. გამოსათრებია ეს. ჩიტერი ჩიტი კარგად ირიტმება. თემატურად არაფერ შუაში არ არის. ყველა თავპირდი, კაი სახელს მოგიფიქრეთ, რომ ის ვერ არის. ცია. შენ უთხარი უკეთეს. მე არა ვარ კარგი სახელს მომიფიქრე. საბეჭდის დრო რომ მოვა, იმის იმედად კი. და ეგ ბოლო სათაურის არა, ხო. ხო ეგრე სათაურის მოგრება ბოლოს ყველაზე რთულია. რამეს ხვის სახელი რო დაარქვათ მიწყებული ბოჰემური რაფსოდი. ეგრე უნდა მუსოთ პირდაპირ. We are the champion. რა მაგარი. გეცნობა. არა იმიტომ ოდნავ რო გავდეს ის არის და ეს პირდაპირ ნარეგეს. და ძალიან თავდაჯერებულად უნდა თქვა რომ თან გააჩნია რა ბაზარზე გადიხარ რა. უცხოურზე ესა. კი უცხოურზე მამამია. მამამია კი ბატონო. თუ გინდა მისკენ ჩtildeოეთისკენ მილიონ ალი ხროს. ნუ იტალია ტრავიატა და. პირდაპირ რას კარგავ? 8 მილიონი. რაღაცი წინ უნდა წახვიდე. მოდი გადავიდეთ ახლა საჩუქრებს. ოპა. ჩვენ უმრებია. მოდი ამ ჩუქნით საჩუქრებს. და ესე რიგრიგობით მე. პირველი საჩუქარი. არ რამდენიმე? აბა. მაგარი. დათო, ეს ამ საჩუქრების დირექტორი დათო. დათო? ნიკო რა ხორც პროდუქტები არის ვაუ. სპონსორი და დიდი მადლობა. აქედან რომ გემრია. რამდენია? რა თქმა უნდა, აღდგა კრაკოულის მოწოდება. ბოლო სტუმარზე კრაკოული არის, და დათო მინერვიულა. აქ არის ჩამჯდარია კომაგი. ახალია ეს რაღაც. კიდე შეწვიგინდა მოხარშე. ეს რაღაც ტურაჟი. გასაგები რაღაცა საგულშემატკივრო სოსისი არის. აი ხო, სპორტი გვარს. კი, თან. აჰა. დათო? რა მოდის, რა თამაში მოდის, რა სპორტი. კომაგი. ნებისმიერ რამე შეგიძლია უკვე. არა, ისე რა. შეგიძლია ეზოში გადაიხედო ბავშვები თამაშობენ. შევწვა? ლოდი დავასვა. ზემოდა წავიდა. ეს დალუქული არ მინდა რომ გავხსნი. კარგი რა არის. ორიგინალობას დაკარგავს. ან დაბადების დღეს სასაჩუქრებს თუ მომინდა ან მე იტყვის რომ იქ დათო მამო მაცალა რაღაცეები და ეს დავდოთ ხოლმე. ეს არის მაისური და ქუდი და
სტიკერები. რისი მაინც? ხედველობა, რისი ადამიანი. აწერია ესეთი ხომაგი ადამიანის მაინც. ნიკორას აწერია. ნიკორა და ამბის მაინც. მოდი ჩაყავი ხელი ნახე ნაჭერს. შვილებს ვიცავარ. ნაჭერს მიწრები. აი შენი ზომები ავიღე. რა кай ხარისხია? არ გაიხდი ისე. ანუ გარეთაც გამოგადგება და ლოგინშიც. ბატონო, მადლობა. ეხა ეს საჩუქრები შენია, ნუ გეშინი გადავ. სანამ გადადებს რაღაცა რამდენად კარგი ჩვევა, არ ვიცი, მაგრამ ესე ჩვევა გვაქვს, რომ ეს საჩუქრები უნდა დაიმსახურა. თორე ერთსაც ამოგაცდით. მე კი ვიცი, რასაც ამოვაცდით. კითხვა სწორ გიორგი, გამოუშვია. გიორგის თავს კითხვას, ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, მე, გათო, ირაკლი, თუ რომელიმეს დაეთანხმები და სწორი აღმოჩნდება, ვერაფერსაც ვერ ამბობ. დავიწყო. დაიწყო. არის ასეთი ხუმრობა, რა. ერთმა კომპოზიტორმა თქვა. ვა, ნახე შენი თემებში შემოვიდა. სპეციალურად ამს. ხუმრობების რო ვცნობდე კომპოზიტორს არ გაიგე. ჭიჭიკია და ბიჭი. უკრაინია. ისე უნება მოხტავაო. მან რა ის მოხტავაო. შიდიო მაშინ რო 99 ნოტი აიღეო. ეს ეწოდება, როცა აიღებ 5 კასკ სიმღერას და იმისგან გააკეთებ ერთ ცუცს. ანუ ეს სიტყვა რაც უნდა გამოიწვიოს. აიღებ 5 კარგ სიმღერას და გააკეთებ ერთ ცუცს. 5 კაცი იმერას ოპურით მომივიდა მე. ოპურია კლასიკური განმარტება. არა, აუცილებლად ერთი საშინელება გამოდის. მიქსი. არა პოპური არის პოპური ისტორია ჯერჯერობით ვერ წაარჩით. მართლა ოპურია? კაი, მეორე კითხვა? მეორე კითხვა არის იმ დღეს მივდივარ. ჩაჭარო უნდა და რა შეიძლება? ნოტის სახელები ხო იცით? კი. ჩამოთვალეთ დო რე მი ფა სოლ ლა სი დო. დო რე მი ფა სოლ ლა სი და სი. რატო ქვია ეს სახელი? ადრე რაღაცას იძახდა ესა და ეხლა მეც ჩავიჭრები. რაიცა ერთი წა. შენ შეგიძლია არ უპასუხო ან დაეთანხმო ხო, მაგრამ ვიმსჯელოთ, მოდი ვიმსჯელოთ. არა, ჩვენ მოდი დებილობებს ვისწრებთ და შენ თქვენ არც ერთ არ ვეთანხმები და წაიყეს კაცი. ამას ჩვენ მივხედავთ. ამას ჩვენ მოვახუჭე. ამას გავაკავებ და შენ გაიკეთე. იუაცივებთ. ბიჭო, მე მგონი არის რაღაცა რა არის რომაელი მხედავთავრის მხედავთავრის არა, კეისრების და მმართველების სახელების პირველი ასო. რომუს მე მგონი. მე მასე მახსოვს. გამხერად ორი არის ბერძენი ფილოსოფოსები. აუცილებლად ფილოსოფოსი უნდა. შენ მხედავთავრებს იძახი? მმართველები და გონდა რომ ვიღაცა აუ რატომაც ეგრე მახსოვს, მაგრამ ეხლა მოიცა დათო შენ როგორ მუს ლიტერატურაში ხო ვიზიტარი. და ეს ერჩა მათე გითხრა რაღაცა კვირის დღეებს 7 რაც ვიცი არის კვირის დღეები. ესე იგი გვაქვს ფილოსოფოსები, კვირის დღეები და მხედავთავრები. აი, მე გადავწყვეტ შეთანხმები? ხო, ან შენი ვერსია. მოდი ლაბაზეს. კვირის დღეები. ხო. კაი, სწორი პასუხი მე არ ვიცი და მოდი აბა. აი, მოგეთ ეს შენი. მე ეს თუ განსაკუთრებით გიყვარს შემიძლია. მე მგონი რაღაცა რა. მოდი ამას ეს შენია გადავდებ, იმიტომ რომ მეორე საჩქარი რა მოგაწოდო. ლათინური კიდე? რაღაც იმიდან არის. პირველი სიტყვების პირველი ასოები. ლათინური ლოს. ხო. ძველი ლათინური ეხა გამახსენდა და ეს რა არის ისა თუ ლათინური ჰიმნის სიტყვების პირველი ნიკოზეც ასოები. რო დაიწერება ჰიმნი. ხო. მე ახალი გამო. ელიტისგან გვაქვს შაშუქარი შენთვის. ამთან აქტუალური იყო ეს ლაპარაკი და იმას განავითარე და ელიტი და ონორი არის ესეთი კომპანია, ძალიან ჭკვიანი ტექნიკის მწარმოებელი. ჯანელა გახეთქე გულზე. ჯანელა გახეთქე. შენ საათ. საათ. საათი და უსადენო ურსასმენი. ძალიან დიდი მადლობა. ხოშორის უსადენო გამომედება ეხლა. და გასკდა ჩვენი საათების. და არ ჭკვიანი საათი. ჭკვიანი საათი კი რა ეს საათი. იმიტომ რომ დავიწყე ვარჯიში და მგონი მაგისთვის არის ხო? კი. ყველაფერს დაი. ვარჯიში, აბიჯები, კალორიები, ყველაფერს და თან ღამე თუ გაზარმაცები და
დატოვებ. მაინც გამოგადგე. ამას გაკეთე თუ გასაღებად. არა, ამასთან თუ დატოვებ, რაღაცას ასწავლე. ამას იმდენი აქ ნაცხოვრები. ეს თუ ნიჭიერია. გაზარმაცი არის. ბევრ ამას ისწავლე. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან კაი შეხვედრია. მადლობა, ძალიან დიდი. გაიხარე. შვიდობაში. დიდი მადლობა რომ იყავი ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ, ველოდებით შენ ალბომს მეც ვარ Spotify-ზე და აღარ გაწოდეთ. აჰა. ოღონდ მოგწერე რა და ჩავაგდე. ფიქრობ ისეთი ამბავს ავტეხავ რომ მოვა აუცილებლად. დაკა. ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუდიური ნაწილი დასრულებულია. მესამე ბლოკი იქნება გასვლით. აკა მექანიკა გახსოვს? იმედია. პირველად უმგზავრო ფინანსური დაწესებულებით. მიკროსაფინანსოთი გადავადგილდები. რა ლეველზე ავედით? ირაკლეს ესე რა დიარე. ვიღაცა რო გეკავს სათხარ და ევროკრედიტში ტერიტორიულად სათხარ რა თეორიისკენ მივდივარ. მაგარია. ძღოლი ყავს არაჩვენებ. ძღოლი ამას ხდება მმართველი. წინასწარ რო ვიცოდე სად გავაჩერო. მმართველი არა, ექსპედიტორი. მმართველია კაბინეტში. მიკროსაფინანსო გავაკეთეთ და მძღოლის თანამდებობა შემდგა. მმართველი დაგარქვი, ამიტომ ცოტა სოლიდურად, ოდნავ მაინც სოლიდურად. არ მინდა ყველაფერს დავარქვა თავისი სახელი. ეს ხო დირექტორია, ჩვენ ვინ ვართ? მალენი გვიღე. რიქში როზი ვარ. არა, თქვენ თანამშრომლები ხართ. თქვენ კლერკები. დასავლურად რო თქო კლერკი. ბრიტანულად. რა ხდება ჯანელობა? მოხები. მოიცა რადიო ჩართო იმ. ესე მივდივარ თელავს. 23 ადგილას უკვე არიან წარმოდგენილი, მათ შორის თელავში. ეხლა რომ ჩავაგნახოთ, აბა. ხო, მაგრამ თავი რა არის, იცი? რაც ეს მიკროავტობუსში განთავსებული მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია გამოიგონეს, სადაც არ არის ევროკრედიტი, იქაც შეგიძლია აიღო ევროკრედიტის კრედიტი. თვითონ მოვა. თვითონ მოვა. ანუ აი გეზარება ევროკრედიტში წასვლა, თვითონ ევროკრედიტი მოგაკითხავს. კი, და ეხლა მივდივართ კახეთისკენ. კონკრეტულად აი ეს. კი, სადაც შენ ზიხარ ეხლა. თელავი არის პირველი გაჩერება. ხო. ევროკრედიტის ევრომობილი. ევრომობილის პირველი გაჩერება. სხვა შორის ნახე, ორი QR კოდია. ერთს გადაიღებ ავტოსესხს განაცხადს გიხსნის, მეორეს გადაიღებ ბიზნეს ესხის განაცხადს. მართლა? ხო. უკარო ისინი არის, ხო, ნელა იმიტომ იდის, რომ გზადაგზას ესხებს. გზადაგზა ვიღაცა თუ გვიღებს, ამ განაცხადებს ავსებს, რომ ჩამოვივლით და ურიგებ. გზა იცი პატივცემულო? არა. ამ ხელა მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია რო დავიკარგოთ. 112-ში დავრეკოთ. 112-ში დავრეკოთ. 4 კაცი ვართ მარშრუტკით. რაღაცას ესხები გვარ. აბა, ყოფილი ხარ მექანიკით? კი, სხვათა შორის. რამდენი წელი არ გიტარებია? არა, ამას წინათ იტალიაში ვიქირავდი, რატომღაც მექანიკა მომწეს და გავწვალდი ძალიან. აი, ეხლა ტრადიციული კითხვები. ბევრს გიწვავს? იცი როგორ არის, ესეთ სპოკოინად თუ ატარებ. თუ არის გაზავე. ხო, მაშინ უკვე კარგად წავს. დიზელია და ისი რა არის, აღება უჭირს. ხო, მაგრამ მე მიდის ვერ გააჩერე. ჩამოგიყვანეთ? კი. კი. მოიცადე ერთი წამი. ჩამოგასისინეთ? ძალიან კარგად იარე. რატომ მომიყვანეთ ეხლა? 40-ზე ხომ მოვილაპარაკე. მაგიტო, მაგიტო. მიდი რა ხეიცე შენ. აჰა, შენ 45. მე და მე გაყავი. კარგად ჩამოგიყვანა მართლა. კი. ეს რო გავიკეთა? კი, ესეც მე ჩერო. არ მეგონა ეს სერვისი თუ შედიოდა. ეგ არის იმ ხუთი ლარის.
ესე იგი რა შვებით და რა ხდება და ამაზე უკვე გიორგია. მე მძღოლი ვარ, მითხრეს მოგიყვანე. მე პატარა კაცი ვარ მე, აი. გიორგი არის ბრიგადირი. მოჩდა 23 ფილიალი რო ხოიცოდით. 23 ფილიალი. მათ შორის თელავშიც ფილიალი არის თელავშიც ფილიალი. არსებობს. სანამ თქვენი ჩვენ გავიარეთ. ამდენიმე ადამიანმა მოინახო. არის ბაზართან ახლო. კი, კაი ფილიალია. სხვა შორის ზოგი რო ხინკლისთვის დადიოდა თელავში, მე დავდიოდი ევროკრედიტის ფილიალისტ. კი, მეც ეხლა ვფიქრობ ევროკრედიტის ფილიალში შევიარო და გუდის ყველი ვიყიდო ბაზარში. აი მაგაზე არჯერ ვერ ჩამოვყავ. მაგრამ სადაც არ არის ეს ფილიალი ჯერჯერობით, აი ესეთი რა მოძრავი ფილიალი ივლის და შეგიძლიათ ივლის რა თავისით კი ვერ ივლის, უნდა ჩამოიყვანოს ადამიანი. ივლი ესე იგი. და შეგიძლიათ ზდიოთ თუ გაჩერდება საქმე და მოგვეწონთ. ყოფებით ერეკლეს გამზირზე. თელავში და აქ დავარიგოთ საჩუქრები რაც თბილისიდან მოღწამოღებული. კი ბატონო. ბუდები, სასახლის გადაღმა უხდება თელავს. გადაღმა. იუსტიციის სახლის. კაი. აბა რა უხდება აქაური როგორ არის? სხვა შორის თელავედები ლაპარაკობენ აბსოლუტურად უაქცენტო. უიტყვილე. ანუ დიდი გადაღმა და გადმოღმა ამათ არ ექნება. ამათ ექნება თეატრის წინ. ესე. უბნების მიხედვით. არ არის ეგრე. რა კარგია რო გნახე, ეგ არის თელაური. არა. აი, გავაჩეროთ და ვნახოთ. ხო თელაური არის. აქვს, როგორ არა აქვს. აი, გამარჯობა. აჰა. აი. ო, ის არის რა, სიმღერის მელოდია სავიჯან. აი, გითხარ თუ არა? თან გითხარი კი არა, გითხარ. ხო, ეგ ერთადერთი ფრაზაა, რომ ვერ დაარწმუნებ ეხლა ამას. ანუ ეხლა თელავში არის ორი ფილიალი. ერთი სტაციონალური, ერთი მოძრავი, რომელსაც ჩვენ წარმოადგენთ და აკაცი ატარებს. სხვათა შორის მე ესე ნუ მიყურებთ. მე დამაწინაურეს. და გადამიყვანეს გეტყვი ეხა სად, მოიცოდე? ანუ ნახე მძღოლის გვერდზე სკამზე გადასვეს. იმ ფილიალში გადაიყვანეს დარაჯად. შეიძლება. მოიცა, ნახე. აი გზაურად გადაუყვანე. გუგულად გადაუყვანე. კრედიტს აიღებ და გუგული გამოფრინდება და იღება და გამოდის. რას ესხზე ხარ? ტყილა ნუდგა ხარ ხარ. ანუ აქედან გასცენ. აქედან შემიძლია რომ გავცე. ჯერ უნდა გადავამოწმო, არ ვიცი როგორ ხდება ზუსტად რაღაცა. თქვენზე დადებითი პასუხია, თქვენზე უარია ბოდიში. მადლობა. ვა, ეგ გიხდება. სხვათა შორის აქ მაქვს საჩუქრები. ხო, მოდი დღეს საჩუქრები გაეცი მაქე. კი ბატონო, ოღონდ რაღაც პრინციპი გვინდა, ესე ყველასთვის ხო იცი, ყველა ბევრია და საჩუქრები ცოტა. მე ვისაც მოვიყვან იმას მიეცი და რატო ვისაც მოვიყვანს ვთხარი რომ აი ახლა გაგვითავდა. რატო? შენ მოიყვანე, მოკლედ საჩუქრებად გვაქვს ევროკრედიტის უდები. რაღაც პრინციპი ავარჩიოთ, რითიც ვაჩუქებთ ადამიანებს. იმიტომ რომ ყველას ვერ ვაჩუქებთ. ვის მივცეთ? ვინც იცის ევროკრედიტის შესახებ სად არის? და ვინც არ იცის და გაიგებს და გაუხარდება? ხო და მანდ მივცეთ. უვიცეთ. უკაცრავად ევროკრედიტზე ხო არ იცით რამე? არა? ცუბრიგით. არა. არა, ეს არა. იმიტომ ამას არც მართვის მოწმობა ექნება რომ ავტოკრედიტი აიღოს და არც ბიზნესი ექნება დაწყება. არც ბიზნესის იდეები აქვს თავში ახლა უყურებთ. შიგარი რა მისეირნობს თავისთვის. აი აგერ ადამიანია და დაელაპარაკე, მაგრამ არასრულ პრობლემებზე ვერ გავცემთ ეს. თუმცა უც გავცემთ. მოდი მეგობარო აქ. ეს ის ბიჭი ერთ წეგან აქცენტი. გამარჯობა. გაყვეთილი რო ჩაატარა. ხო, აქედან მისალმება რა მაგალითად. ნახე, იმიტომ მოვიყვანე მე, ეხა ეტყვის რომ ეხლა გაგვითავდა და მე. ხო? ერეკლე ქვია. აქ ცხოვრობ? სწავლობ? მოიცა მე მაგარი იმაში რომ გადავზომო. წინანდალში ემია. წინანდალში ცხოვრობ. რომელ სკოლაში სწავლობ? აი აქვე რომა პირველ სკოლაში, ერეკლეს სახელობის. ერეკლე სწავლობს ერეკლეს სკოლაში. ორი რაკლის შორის არის თუ არა? ორი რაკლის შორის არის თუ არა? აჰა. მე მგონი დათო და გიორგი ზედმეტია. კი. რთული არ და რომელ კლასში ხარ? მე-10-ში გადავედი წელს. რა ზომას ატარებ დასაწყისს? მ. ემი. ხასიათს გავაჩი. მ. ხასიათი და ხაჭურა. ხო. თუ მოჭერილი. მალმალე იზრდები ეხლა როგორი პერიოდი გადის? ცოტა მეტი რთულია შერჩევა. მე მგონი მ. ემი. საშუალოდ ემი კი. თქვენზე დადებითი პასუხია. ეს თქვენ ჩვენგან კინახეთ როგორი ჰუდიც არის მშვიდობაში, ერეკლე კი ახალია, ერეკლე ხარ. ცივი ამინდები წამოვამალე, ჩაიცვი. ამოვიღოთ ხომ არ
ხარ ფიქრობს რომ თან მარტო 5 მოგეცით და შიგნით არ უტიკერა ის არის ჯეპრი ქვია ამას კაცო მოდი ზურგზე დავაზომო ხო მიდიება კაცო ეგ არის შენია ერეკლე არ უნდა ამას ისა ცოტა დიდი გაქვს მაგრამ მე-11-ში უკვე მე-11-ში ამითი წახვალ 1-2 კვირა და ამის ამინდები მოდის ხო აი ბატონო დიდი მადლობა არაფრის ბოდიში რა ერთი წუთი თუ შეიძლება რომ დამელოდოთ ის შესვენებაზე გავიდა და მე ვიქნა აი ბატონო მოკლედ გაიხარე ძალიან დიდი მადლობა გამარჯობა თქვენთან რომ მოვიდეთ შეიძლება ერთი წამი რაღაცა გამარჯობა როგორ ბრძანდებით არა უწევს თავს დაუნათ თუ იცით რომ თელავში არის ევროკრედიტის ფილიალი არა ვიცი და ისიც არ იცით რომ გასცემენ ავტოკრედიტებს ეგ რადიოში კი მომისმენი აი ნახეთ რადიო არ გაკმარეთ და ეხლა ეს არა ხო პირდაპირ დაგადექით რომ გითხრათ რომ არის ევროკრედიტის ფილიალი და ფილიალი თუ არა ეხა ფილიალი შეიძლება შორს არის და აი ესეთი ავტობუსები ივლის შეგიძლიათ მიხვიდეთ და ამ მანქანას ან რამე გაუკეთოთ ან გამოცვალოთ ან რა ვიცი რა რაც გინდა რაც გულს აი დიდი გაეხარდეთ სიამოვნება აი შემოთავაზები ო სანამ მაგას მოიფიქრებთ მანამდე საჩუქარი გვინდა რომ მოგცეთ საჩუქარზე დიდი კი მადლობა ბატონო აი ეს მე მგონი თქვენ ელი ხო თქვენი ზომა ელი ხო თქვენი ზომა მეგონი რომ კარგად მახსოვს თუ კარგად მახსოვს იმედია მოგიხდებათ სპეციალურად თელაველებისთვის გვაქვს შეკერილი დიდი მადლობა გამარჯობა თქვენ თუ იცით ევროკრედიტის შესახებ ევროკრედიტი ბანკებზე კი შეხება ო მიკროსაკრედიტო ორგანიზაცია რომელსაც აქვს ბიზნეს შესახები და ავტოს და რომელსაც თქვენთვის საჩუქარიც აქვს ესე საჩუქრით ვიწყებთ ეს არის თქვენი ზომა გამოდგება რომ გიყურებთ ეხა ემი იქნებით თქვენ დაახლოებით ჩვენ ეხა ცოტა ხანი აქ ვართ თუ რამე მოიფიქრეთ შეგიძლიათ იმ მიკროავტობუსთან მოხვიდეთ თუ არა და ფილიალიც არის და იქ მიხვალთ სუ ეს არის ეხა მითხარით ყველაზე კაი ხინკალი სად იჭმება აქ თავარი ამბავი გაიგო თავარი რაც აინტერესებდა გაიგო გაიხარე კარგად აი მოურჩებით ეხა საქმეს და ჯერ საქმე და მერე მოვალთ გამარჯობა გამარჯობა შენი სახელი გიორგი გიორგი ხო მეც გიორგი აჰა ოპა ჯიგრები გაეწრეთ შენ თუ იცი რომ ევროკრედიტის ფილიალი არის თელავში რა პირველად გავიგე შეგიძლია აიღო გინდა ავტოსესხი გინდა ბიზნეს წესხი უფრო ეხლა ხდები რომ ბიზნესი გაქვს შენ ბიზნესი უფრო ხო იმიტომ რომ ის არის მაინტერესებს ზოგადად გაფართოება და თუ მომცემენ პრობლემა არ იქნება დიდ წესხს ეხლა გეტყვი დიახ გიორგის სახელით მიდი რომ ჯანელიძის ახლობელი ვარ კი კი და რეალურად ბიზნესშულ მამიდაშვილები ვართ ხო მაგრამ არავინ აი ეს თუ გეცნევა 10%-ით იზრდება შენი შანსი ხო შეიძლება ვნახოთ აუცილებლად აბა მარცხენა ხელი მოგისწორო აბა ნახე რა წერია სიტყვა ერეკლესგან ძალა თელავიდან აჰა იდეალური მაგრამ რითმაში მაინც არ ჯდება არ არის ლექსია ეს კაცო ეს არის ფრაზა ჯობათ მე თქვენ გიცნობ თქვენ გაიხარეთ გამარჯობა გამარჯობა ეხა რა საკითხზე ვართ რა საკითხზე ვართ მოსულები მათ ჩვენეთ ერთი წამით ეს მაღლა გაბრიდან იწევა მართლა აჰა всё გაუშვით აჰა კარგია ჯობა გაგვეცანით ნანა აივაზაშვილი ქალბატონო ნანა რამდენიმე კითხვა აქვს გიორგის თქვენთან თქვენ თუ იცით რომ ევროკრედიტი არის თელავში არა არა აქ არის ბაზართან ეს არის მიკროსესხების ორგანიზაცია ავტოსესხებს გასცემს და ბიზნეს ესხებს და ჩვენ გამოგვაგზავნეს ყველას უთხარითო და ვისაც ეთყვითო დაასაჩუქრეთო თქვენ ხო გითხარით დიახ არც ხო იცით დიახ ვიცით ეხლა გადამოგეცემათ საჩუქარი აი ეს იყო სულ მოდი აბა ნახოთ ხო მართლა არის აი მართლა არის რატომ მოვატყუებდი სულ ეჭვებში რატო ხარ აი ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ მადლობა თქვენ ცაცხვის გააქვთ თაფლი დიახ მართლა რომელი ჩვენი აბა ოჯახისა არის აი ეს ჩვენი ეს არის ცაცხვის ეს წაბლი არის აი
დაკრისტალებულიც აქვს. ეს თქვენი ფუტკარია, თქვენივე ფუტკარი თუ ბზიკი? ეს ბზიკია. არ გინდა თაფს არ გასინჯა? არა, მადლობა. ბიჭებო, საჩუქრები დავარიგეთ და ღამე არ მინდა სიარული და მალე რო ვქნათ რა, რო წავიდეთ რა. კი, ძალიან კარგი იყო თელავში, ბევრ ადამიანს გავაგებინათ, ზოგ თქვენ შეაჯამეთ და მე რაღაც მივხედავ რა სულ. და სხვათა შორის ამ ფინანსურ ინსტიტუტთან ურთიერთობამ ჯანელაზე იმოქმედა და ჩიტმა დაასკნედა. ცოტა ხანში ველოდებით რაღაცა მახოც. რაღაცა სესხს მოუკიცებენ. უკაცრავად რა, ბოდიში. ადგავიარე, იცი შემთხვევით. სადა? საათის ის რო შევცვალე. მართლა? გიცნო იმ კაცმა? კი, ჩაწერილი ქონდა. 2021. შეცვალე. წესით ეხაც გიწევს, არ შეცვალე? 2 თვის წინ ქუთაისში. ისე უკაცრავად ფუტკარი მოყვა და გამოუშვი ისევ რა ვიცოდი. მართლა იმაში მოყვა და გადმოადრე და გამოფრი. ეხა მივას კაში და ისეთებს მოყვება. იუთუბერები რო არიანო. იმასთან მოყვება. 4 რო არიანო, რო იცინიან. აჰა. აი ეს არის. დახლია. აი ეგ არის რა. ისინი დაარიგა დახლი აკეცა ჩავჯეკით წავედი. ეხა ფული უნდა გადავთვალო. ზაში სადმე გაგვიჩერებ? ჭამაზე? ხო. ჭამა ესა. ბაზარში ყველი, ჰა? აქედან ალვანის ყველი. ჰა? ვისეუნები ნახე, ჰა? ალვანის ყველი და ახალი ჯემპრი. ალვანის ყველი და კამეჩის მაწონი. აი ამ გემრიელ. ჯობი აქ იყიდო თბილისში რო ყიდულო. რას? ჯემპრი. ო, მართლა იმას რო გამოაცვლევინებ ელემენტს, ჯემპრიც რო იყიდო. წავედით. ჩავჯეკით. წავედით ახლა ბილისში. დაკოკე მოატრიანე.